აბასთუმნის ეჩვიტში ხალხმრავლობა სითბოა, სასიამოვნო გარემოა, ახალი ძალიან საინტერესო დიზაინის სასტუმროა ტყეში, შუაგულ ტყეში და ეს უამრავი ხალხი კარხასიაძეა და კორონას მიერ დატოვილი პრობლემების აღმოფხვრას ცდილობს. ერთ-ერთი ესეთი კორონას შემდგომი გართულება ძალიან გავრცელებული არის ქრონიკული ცისტიტი. წელიწადში 3-ჯერ ან მეტჯერ თუ ადამიანს ცისტიტი გამოწვავდება, ეს უკვე ქრონიკული ფორმაა, იცოდეთ და საჭიროებს მკურნალობას. არა მარტო კურორტოლოგიურ, არამედ გამოცდილი მკურნალის ჩარევაც საჭიროა. ქრონიკული ცისტიტი როგორც წესი გამოწვეულია ჩაბუდებული ინფექციით. კორონას შემთხვევაში ეს ჩაბუდებულია ინტერსტიციალური ქსოვილის ქვეშ, ანუ სასქესო ჯირკვლები, სასქესო უჯრედები, სადაც წარმოდება საკვერცხები, იქნება ეს თუ სათესლე ჯირკვლები, იმის ქვეშ ბუდობს კორონავირუსი. და პერიოდულად კვების დარღვევისას წავდება ხოლმე. ასევე მამაკაცებში განსაკუთრებით კუჭის შეკრულობის არა მარტო დისბაქტერიოზის, არამედ აი კუჭის შეკრულობა როცა აქვს ადამიანს, მაშინ განსაკუთრებით ხშირად ყალიბდება ქრონიკული ცისტიტი. ანუ აუცილებელია კუჭის შეკრულობის მკურნალობა პარალელურად ცისტიტთან ერთად. ისევ და ისევ ვუბრუნდებით იმას, რომ ნამდვილი ჭეშმარიტი მედიცინა არის ინტეგრაციული, ანუ კომპლექსური. აი ცალკე დავადე, აი რა კვლევა ჩავიტარო, სისულელეა. კვლევა სჭირდება წამკითხავი, ანუ გამოცდილი ექიმი და ექიმმა უნდა ინდივიდუალური მიდგომით, გასაუბრებით, ანამნეზის შეგროვებით უნდა დაადგინოს რა კვლევებია საჭირო, მინიმალური სხვა შორის და მე ეს წაიკითხოს იმ ანამნეზის ფონზე და სისხლის საერთოს რაც თავარი ანალიზი ნებისმიერი კვლევა სისხლის საერთოს გარეშე არის, ყველა გადაყრილი ფული დრო და ვინმე თუ აი ცარიელ იმაზე ხავ აწეული ქოლესტერინი და აწეული რაღაცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს? თავარია მიზეზი, რის გამო ეს ხდება, იქნას დადგენილი და ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოცდილი მკურნალი, რომელიც არა პროტოკოლურ, არა კომერციულ მედიცინის სახელმძღვანელოებითაა განსწავლული და ჰაიდლაინებით მოქმედებს, არამედ კიდევ ერთხელ კომპლექსური, კლასიკური, აკადემიური, ინტეგრაციული და ინტეგრაციული მედიცინა, თანამედროვე მედიცინა ამაზე დაფუძნებული მეთოდებით და მიდგომებით მოქმედებს. ქრონიკული ცისტიტი, თუ არ დარჩეს ქრონიკულად, მოითხოვს ზუსტად ასეთ ინტეგრაციულ მიდგომას, ისე როგორც ყველა დანარჩენი დაავადება, მაგრამ განსაკუთრებით. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ უმეტეს შემთხვევაში ამ ბოლო დროს ეს ქრონიკული ცისტიტი, რომელიც ძალიან გამრავლდა, არის გამოწვეული კორონავირუსის ჩაბუდებით შარდსასქესო სისტემაში. და მოგეხსენებათ ვირუსული დაავადება არც თუ ისე იოლი გადასალახია, რატო? იმიტომ რომ იმ ვირუსული დაავადების გამწვავება ხდება სოკოვანი დაავადებების გამწვავების შედეგად. ანუ მარტივად რო ვთქვათ, სოკო თუ არა ორგანიზმში მოჭარბებული რაოდენობით, ვირუსული დაავადება გრიპის ჩათვლით სხვათა შორის არ არის მოსალოდნელი. ამიტომაც დაიცავეთ სწორი კვება და იყავით ჯანმრთელნი.